ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები. ყოველივე ეს ქართველი პოეტის, დრამატურგის, ლექსიკოლოგის, პუბლიცისტის, ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის, რაფიელ ერისთავის 200 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ექსპოზიციას საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი მასპინძლობს. ამ მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე დღეს მასპინძლობს რაფიელ ერისთავის საიუბილეო გამოფენას. რაფიელ ერისთავს 2024 წელს აპრილში შეუსრულდა 200 წელი. ეს გამოფენაც და ამ გამოფენასთან ესევე დაკავშირებულია პუბლიკაცია, რომელიც ასევე მის 200 წლის იუბილეს ეძღვნება. ეხლა მე შემიძლია ეს საექსპოზიციო სივრცე დაგათვალიერებინოთ და უმთავრესი აქცენტების თაობაზე მოგახსენოთ. ის აქ საშუალო ხნის არის მისი პორტრეტი ხსნის ექსპოზიცია. შემდგომ მოდის ლექსი, მისი არაჩვეულებრივი ლექსი კაცი ის არის. ანუ ამ ლექსში მას ასახული აქვს თუ როგორი უნდა იყოს მამულიშვილი, რომ აუცილებლად კაცი ის არის, ვინც მამულს გამოადგება შვილად. გამოტანილი გვაქვს მე-19 საუკუნის ერისთავების გერბი, გვიანდელი გერბი, ბარბარე ერისთავის შესანიშნავი მოკლე ჩანაწერი, ყოველს გამოჩენილს გვარს ვალად აღდევს აღწეროს რაოდენიცა შესაძლოა თვის გვარტომობა, რომლით შეივსება ჩვენი მამაპაპათ ისტორია. აქ ასევე ახსნილია გერბის სიმბოლიკა, ანუ 4-ნაწილიანი გერბი, ეს დეტალურად წარმოდგენილი ამ ანოტაციაში. ეხლა გავემართოთ მომდევნო ვიტრინისაკენ. აქ უშუალოდ რაფიელ ერისთავის მემორიალური ნივთები გახლავთ წარმოდგენილი. ეს არის როგორც ლიტერატურის მუზეუმის მასპინძელი მუზეუმის ექსპონატები, საწერი მოწყობილობა, ასევე სხვა დანარჩენი კერძო კოლექციის კუთვნილება გახლავთ. ეს მისი მონოგრამა გახლავთ. საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს გრიგოლ ტატიშვილის მიერ შექმნილი. ეს არის მონოგრამა სათავადო გვირგვინით განსრულებული. ეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში არის მოპოვებული სხვა დოკუმენტურ მასალასთან ერთად. გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები, რომლებიც დაცულია როგორც ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, ისე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ეროვნულ არქივში, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში, რაფიელ ერისთავის სახელმწიფო მუზეუმსა და მისი შთამომავლების საოჯახო კოლექციებში. ეს გახლავთ ქუთაისში 1871 წელს გადაღებული ფოტომასალა, ცოცხალი სურათების ამსახველი. ცენტრალურ ადგილას არის გამოსახული რაფიელ ერისთავის მეუღლე, აგრაფინა ჯაფარიძე. ამ ნაწილში უკვე მისი სახელოვანი დებია წარმოდგენილი. ბარბარე დავითის ასულიერის დავით ჯორჯაძე, როგორც ბარბარე ჯორჯაძის სახელით გახლავთ ცნობილი, მისი შთამომავლობა და მისი შვილიშვილი, ასევე ცნობილი მეტად პიროვნება, დღევანდელი ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი გეხტმანი. თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან გახლავთ ეს ფიალა. ეს არის ლიტერატურის მუზეუმის საარქივო ფონდიდან წარმოდგენილი მასალა. ეს ხელნაწერები დაცულია ლიტერატურის მუზეუმის საცავში. აქ არის როგორც ცალკეული ხელნაწერები, მისი პიესები, რას ვეძებდი, რა ვიპოვე. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და სხვადასხვა ეპოქისა თუ ტიპის ექსპონატს აერთიანებს. თუმცა საგამოფენო სივრცის უდიდესი ნაწილი უფრო მეტად რაფიელ ერისთავის სამეცნიერო-კულტურული მოღვაწეობის ამსახველ მასალას ეთმობა. ეს არის ცნობილი 1888 წლის ვეფხვის ტყაოსნის გამოცემა, როდესაც შედგა კომისია, სარედაქციო კომისია, საერთოდ ამას ილია ჭავჭავაძეს უმადლიან და მიაწერენ, მაგრამ კოლევამ აჩვენა, რომ ეს საქმე იყო ინიცირებული რაფიელ ერისთავის, იონა მეუნარგიასა და იაკობ გოგებაშვილის მიერ. ცხადია, ილია ჭავჭავაძე ამ კომისიის უმთავრესი წევრი გახლდათ და ეს კომისია აქტიურად იკრიბებოდა, განიხილავდა თაობი მოუყარეს მაშინ არსებულ ყველა ვეფხვის ტყაოსნის ხელნაწერს, მათ შორის ერთ-ერთი პირადად რაფიელის კუთვნილება იყო, ტექსტს ერთობლივად კითხულობდნენ, განიხილავდნენ
არედაქტირებდნენ და სწორედ მათი ამ რედაქტირების საფუძველზე გამოიცა ეს 1888 წლის ვეფხისტყაოსნის გამოცემა. ეს არის გრიგოლ ტატიშვილის მიერ გამოცემული პუბლიკაციიდან ამონარიდები. ეს არის ქართული ანბანის თაიგული, რომელიც შეიქმნა ქართველ ქალთა სკოლებისათვის, როგორც საქარგავის სახელმძღვანელო და ამ წიგნში წავაწყდით აი ტარასი არქიმანდრიტის ნახატ ასოებს, რომელიც რაფიელ ერისთავმა გადასცა გრიგოლ ტატიშვილს. გამოფენაზე თქვენ ნახავთ ხელნაწერებსა და მემორიალურ ნივთებს, არა მხოლოდ თავად რაფიელ ერისთავის, არამედ მისი ოჯახის წევრების შესახებაც. აქ წარმოდგენილია საზოგადო მოღვაწის პირადი მიმოწერები მეგობრებთან და კოლეგებთან, რომელთა შორისაც არიან ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე, ივანე კერესელიძე და სხვა. ექსპოზიციაზე თქვენ ნახავთ პოეტის ნიღაბს, ბიუსტსა და მისი 50 წლის იუბილესადმი მიზღვნილ მისალოც წერილებს. ეხლა უკვე შეგვიძლია გადავინაცვლოთ მომდევნო დარბაზში. ამ დარბაზს პირველ ყოვლისა ხსნის უკვე მისი თბილისური ცხოვრება, ამ არაჩვეულებრივი პანორამით იხსნება ექსპოზიციის ეს ნაწილი. შემდგომ სტენდზე წარმოდგენილი არის ჩვენი ქართველი მოღვაწეები, ჩვენი საუკეთესო მწერლები. აქ გახლავთ წარმოდგენილი მათი ურთიერთობის ამსახველი ღია ბარათები, ესეც რაფიელ ერისთავის პირადი არქივში არის დაცული, ალექსანდრე ეპისკოპოსი, აქ მერე მოდის დავით ჩუბინაშვილი, ივანე კერესელიძე, მისი უახლოესი მეგობარი, ვაჟა ფშაველა, რომელიც რაფიელს უმადლის, რომ ის როგორც პოეტი შედგა. ისტორიის დოქტორი სეკა კაჭარავას იდეითა და ლიტერატურის მუზეუმის ორგანიზებით რაფიელ ერისთავის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი პუბლიკაციაც გამოიცა. ნაშრომი საზოგადო მოღვაწის შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას აერთიანებს. ამ პუბლიკაციას რამდენიმე ავტორი ყავს, კონცეპტუალურად ჩემი მომზადებული გახლავთ. აქ არის მისი ბიოგრაფია დოკუმენტურად აღდგენილი. წიგნს ასევე დართული აქვს ანოტირებული პერსონალია, ანუ სრული სამეცნიერო აპარატის დაცვით არის წარმოდგენილი. ეს გახლავთ მთელი გალერეა მე-19 საუკუნის საუკეთესო მოღვაწეებისა. ბოლოს ორდენების განმარტება არის, მისი ჯილდოების განმარტება გახლავთ წარმოდგენილი. რაფიელ ერისთავის 200 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.